სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ზმანო და დანო დღეს განსაკუთრებული დღეა. ძველი სტილით 28 ოქტომბერია, ახალი სტილით 10 ნოემბერი. ყოველთვის დავიმახსოვროთ ეს დღე. 10 ნოემბერი განსაკუთრებული მოწამეთობა საერთოდ განსაკუთრებულობა, მაგრამ აი დღეს განსაკუთრებული მოწამეთა ხსენებაა ზმანო და დანო. ძალიან გამორჩეულ წმინდათა ხსენება და სხვა წმინდანებისა. როდესაც ამ დღეებში ვფიქრობდი ამ მოწამეთას შესახებ, ვფიქრობდი ესეთ რამეს, რომ ჩვენი დედაქალაქი თბილისი არის მოწამეთა დედაქალაქი. აქ თქვენ იცით ყველაზე მეტი წმინდანი ეწამა ერთი დღის 100,000 და საერთოდ საქართველო მოწამეთა ქვეყანა არის. ყველა ბრძოლა თითქმის უკანასკნელი ბრძოლის ჩათვლით, კრწანისის ბრძოლის ჩათვლით, ეს იყო ბრძოლა ქრისტიანობისათვის, თავდადება ქრისტიანობისათვის. და ფიქრობდი, რომ აი როგორც მაგალითად, როცა დაბადების დღე აღნიშნა ვინმე პოეტის და პოეტები ყველგან იკრიბებიან იქ, სადაც ის პოეტი ცხოვრობს, ცოცხალი ან უკვე გარდაცვლილი, მახსოვს მაიაკოვსკის დღეები ჩვენს ქვეყანაში, ბაღდადში, მთელი სოფლიოდან ჩამოდიოდნენ და ესე იგი პატივსცემდნენ მაიაკოვსკის როგორც პოეტს, ეს მახსენდება უბრალოდ გამახსენდა. ასევე როცა მსახიობის დაბადების დღე ან გახსენება, ყველა ჩადის იმ ქალაქს, სადაც ცხოვრობდა. ასევეა მსახიობის ვიცი ჩვენ ეს და რა თქმა უნდა ზმანო და დანო უპირველეს ყოვლისა ასე იქნება წმინდანების შემთხვევაში. და რაღაცნაირად ასე ვფიქრობ, რომ როდესაც მოწამეთა ხსენება, რადგან თბილისი გამორჩეული ქალაქია მოწამეთა, აი აქ მეტეხის წინ აუცილებლად ეს წმინდანები იკრიბებიან და ამდენად ყოველ კვირას არის ხსენება წმინდა მოწამეთა. უფრო მეტი ყოველ დღე არის მოწამეთა, აი კალენდარში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ რომ დღე არ არის გასული, რომ მოწამეთა ხსენება არ იყოს და თუ იქ არ არის მოწამეთა ხსენება, ეს უბრალოდ გამორჩენილი აქვს კალენდრის შემდგენელს, თორემ ყოველ დღე არის მოწამეთა ხსენება და ყოველ დღე არის ჩვენი ქალაქის დღესასწაული, ყოველ დღე არის თბილისობა, ასე შეიძლება ვთქვათ ზმანო და დანო. და აი ზმანო და დანო დღეს არის გამორჩეულ წმინდათა ხსენება. უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ პარასკევა, დიდ მოწამე პარასკევა. ეს იყო მესამე საუკუნის ქალწულ მოწამე, თითქმის ბავში, 17-18 წლის იყო, რომ დედმამა გარდაეცვალა და ძალიან დიდარი ოჯახის შვილი იყო. და მთელი სიმდიდრე გასახარიბებს დაურიგა და ამის გამო სულებს ეძახდნენ. უფრო წარმართულად ცხოვრები ხალხი და ეძახდნენ სულებს, რომ მთელი სიმდიდრე დაარიგაო და ბოლოს ეწამა ეს თითქმის ბავში 18 წლის ქალწულ მოწამე პარასკევა საშინელი წამებით აღესრულა. დღეს არის ზმანო და დანო, ასევე უნდა აღსანიშნავია და დღეს არის ხსენება მრავალშვილიან მოწამეთას ხსენება ოჯახისა ზმანო და დანო. ეს არის ტერენტი, მისი ცოლი ნეო ნილა და მათი 7 შვილი ზმანო და დანო. 7 შვილი მრავალშვილიან მოწამეთა ხსენება და ესე იგი ესენი საშინლად აწამეს, საშინლად და ისე ყავდა ამ ტერენტის, ისე ყავდა და მის მეუღლეს შვილები აღზრდილი, რომ ზოგი ცოტა მოზრდილი იყო, მაგრამ პატარებიც კი, აი ქრისტესთვის თავი დადეს პატარებმაც, ისე იყვნენ აღზრდილი ზმანო და დანო. და რა საშინელი წამებით, ცემით, დასისხლიანებით, ხორცები აგლიჯეს, ძმარი დაასხეს, შემდეგ დააკურსახეს, შემდეგ დუღარეს ჩააგდეს, შემდეგ ცხოველებს მიუგდეს, მაინც გადარჩენ ყველგან და ბოლოს თავები მოკვეთენ
აი ამ წმინდა ოჯახს მანო და დანო და აი ფიქრობდი რომ როგორი ოჯახი იყო და რა ამაღლებული ოჯახი და რატო დადეს თავი? იმიტომ რომ იცოდნენ მანო და დანო რომ თუ ქრისტიანულად არ იცხოვრებდნენ, თუ ქრისტიანულად არ იცხოვრებდნენ და წარმართულად იცხოვრებდნენ, მაშინ მანო და დანო ამოება და უაზრო იყო ცხოვრება. და ამიტომ ესე პირდაპირ დადეს თავი ამ საოცარმა ოჯახმა მანო და დანო ქრისტესთვის. ასევე მე აქვე მინდა აღვნიშნო რომ ესეთი მრავალშვილიანი ოჯახი, მაგრამ საქართველო აქაც პირველია მანო და დანო. ერთ-ერთი სულიერი ცენტრი კიდევ უნდა დავამატოთ, რომ ვიფიქროთ, რომ სოფლიოში ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელმაც ქრისტესთვის თავი დადო, ეს იყო ქართული ოჯახი, 9 ძმა ხერხეულიძე და მათი დედა და და მანო და დანო. იმიტომ რომ მარაბდის ბრძოლა ეს იყო ქრისტიანობისათვის თავდადება, რადგან შახი პირდაპირ თავაზობდა ქართველებს, თუ მიიღებდნენ მუსულმანობას, ჩვენი ძმები იქნებითო და დიდ პატივს პირდებოდა ქართველებს. და ეს არ უნდათ ქართველებს და ჭეშმარიტებისთვის იბრძოდნენ ქრისტიანობისთვის და იქ ყველა სრულიად სამართლიანად კათოლიკოს პატრიარქმა სრულიად სამართლიანად მარაბდის ველზე მოწყვეტილები შერაცხა წმინდანად მანო და დანო. მარაბდა მსოფლიოს სულიერი ცენტრია, იმიტომ რომ იქ თავი დადო ქართულმა ოჯახმა 9 ძმა ხერხეულიძემ, დედამ და დამ, რომლებსაც ეს ანალოგია არ არის სოფლიოში, რომ 10 შვილიანმა ოჯახმა თავი დადოს ქრისტესთვის და ყველა შეეწიროს ქრისტეს და ყველა მოწამე იყვნენ მანო და დანო. თან რა ამაღლებულია ეს მარაბდის ბრძოლა. თქვენ მე ეხლა ცოტა გადახვევას ვაკეთებ, მაგრამ მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ბავშვებისთვის მარაბდის ბრძოლის შესახებ ისე უღიმღამოდ წერია საქართველოს ისტორიაში 3-4 გამოცემაში ისე უღიმღამოდ მანო და დანო. აი დღეს გადავავლე თვალი ერთ-ერთ გადმოცემას და დაწვრილებით წერია ეს ბრძოლა და სადღაც შუაში მეტი არაფერი არ წერია. 9 ძმა ხერხეულიძე დაიღუპაო და კიდე ჩამოთვლილია სხვა თავადები. არაფერი მსგავსი მეტი შეფასება არ წერია. ეს რა არის მანო და დანო, როდესაც 9 ძმა ხერხეულიძე სოფლიოს მიცა მაგალითი. ჩვენ ამ ისტორიას დროშად უნდა ვაფრიალებდეთ ჩვენთვის და სხვათათვის. მაგალითი უნდა იყოს ეს და ისტორიაში აი ესე ფერმტალად უღიმღამოდ წერია და რაღაცა სულ სხვა კუთხით არის შეფასებული ომის ესე იგი არასწორი საირჩიესო თავადებმაო და სულ სხვა კუთხით არის განხილული და ეს თავარი არის გამორჩენილი მანო და დანო. როდესაც ესე იგი ერთადერთი ლევან სანიკიძეს უკეთესად უწერია, უკეთესად ამაღლებულად რომ რა საოცარია მანო და დანო, რომ დედამ 9 შვილი გაუშვა, მას შეეძლო 2 მაინც დაეტოვებინა. ეთქვა მეცისთვის, ეთქვა თავადებისთვის 2 შვილი დამიტოვეთ, ან 1 შვილი დამიტოვეთ, დატოვებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ერთმა არ იკადრა, რომ ბრძოლაში აწასულიყო, არც დედამ იკადრა, რომ ესე იგი შვილი დაეტოვებინა სახში, 9-ვე გაუშვა, დალოცა, მედროშენი იყვნენ და როდესაც მარაბდის ველზე დაცემულებს უკვე როცა გათენდა დილი, სისხამ დილი, დედამ მოიარა მარაბდის ველი და 9-ვე შვილი იპოვა. და უკანასკნელს, რომელსაც დროშა ჰქონდა ხელში, დაემხო დედა, დაუკოცნა გულმკერდი, წამოდგა, აფრიალა დროშა მარაბდის ველზე და დაიძახა დიდება ქრისტეს. ახეთ რა ისტორია ძმაუნდა და ეს გამორჩენილია და ბავშვებს ასწავლიან ესე უღიმღამოდ. ეს თქვენ უნდა დაიმახსოვროთ, შეისწავლოთ კარგად, სადაც წერია კარგად ეს ისტორია და დაიმახსოვროთ და მარაბდის ველზე როგორც მსოფლიოს სულიერ ცენტრზე უნდა მივიდეთ ხშირად, მან უნდა მივიყვანოთ ბავშვები და ეს ისტორია მოუყვეთ და არასოდეს არ დაავიწყდებათ მათ საქართველოს. საზღვარგარეთ სწავლენ თუ სხვაგან აღარასოდეს არ დაავიწყდებათ. მანო და დანო დღეს არის ასევე საოცარი წმინდანის მოწამე, მღვდელ მოწამე წმინდანის ნეოფიტე ურბნელის ხსენება
საოცარი წმინდანების ხსენებაა დღეს. ნეოფიტე ურბნელი და ის ისტორია, რაც ნეოფიტე ურბნელს გადახდა, აქ მოხდა ჩვენთან შიომღვიმის მონასტერში. აი რა არის საქართველოს, რა საოცარი, რა ისტორია, რა საოცრება მოხდა ძმანო და დანო ნეოფიტე ურბნელის ცხოვრების დროს. ესე იგი, ნეოფიტე ურბნელი იყო სარკინოზი, არ იყო ქართველი, არ იყო ქრისტიანი. ეს მე-7 საუკუნის ისტორია და როდესაც სარკინოზები საქართველოს შემოესწიენ და აოხრებდნენ, გაიარეს შიომღვიმის მიდამოები და დაინახეს გამოქვაბულები, ის გამოქვაბულები, რომლებიც ჩვენ ხედავთ, ხშირად დავდივარ და იცით კარგად რომელ გამოქვაბულებზეა ლაპარაკი და თურმე ამ სარკინოს და უფროს უთქვია რა გამოქვაბულებია ისაო, ვინ არიანო იქაო და იქო მოკლედ ხალხი ზისო თავი იქ შეფარებული აქო და ჩვენი ჯარის სირცხვილი იქნებაო თუ აი მხრელებიდანაც მხრელები არ გამოქვაბულები არ დავიყარი და არ გამოვიყვანეთ იქიდან მტერი და არ დავხოცეთო და აი დაავარა ომას ნეოფიტე ურბნელს შემდგომში დაავარა რომ წადიო და ნახე ერთი იქ რა ხდებაო და როდესაც ნეოფიტე ურბნელი ამალით მიადგა მონასტერს რას ხედავს აი წავიკითხავ ძველი ტექსტით ხოლო ოდეს მოვიდა ჭეთა მონასტრისადან იხილა სიმრავლე უხორცოთა მხედრობათა ნათლისათა საკვირველად მავალნი ჰაერთა ზედა ესე იგი გამოცხადებას ხედავს ეს კაცი ამის გარდა ვერავინ ვერ ხედავს გამოცხადებას რომ ესე იგი ანგელოზების გამოცხადებას რომ გავსებულია მონასტრის ტერიტორია სამდე ანგელოზებით როგორც მხედრებით ესე იგი ანგელოზებს სახი აქვს მიღებული მხედრებისა და დგანან ესე იგი ანგელოზები როგორც მხედრები დაფრინავი ზოგი დგა ზოგი აიწევა ჩამოიწევა ჰაერში გავსებულია მთელი ცა და გაოცდა და თან ანათებენ და შორის მათსა კაცი მონაზონი მოხუცებული შიომღვიმელი ფრიადითა ელვარებით ესე იგი გამოცხადება ისეთი რომ სასწაული ელვარებით ხედავს ამ შიომღვიმელს და შესულმან გაოგნდა მონასტრა ხედვიდა კრებულსა მონაზონთასა შევიდა ხა მონასტერში და ხედავს დახვდნენ ადგილობრივი ბერები და ნახეთ როგორ არის აღწერილი არა რაისამე ამ ქვეყნიურისა საშვებელისა მექონესა და ეს ბერები ძველი კაბები დგანან არაფერი ამ ქვეყნიური რამე თუ იყო ხილვა მათი ყოვლითურ გლახაკ ესე იგი აი როგორც გლახაკი ხალხი როგორც აი ბონჟები რო იტყვიან აი ეს არაფერი რო არ აინტერესებდათ ლოცვის გარდა და ბერობი მონაზონობის გარდა და დაუტევეს ამ ქვეყნიური აი ესე გლახაკნი იხილე ესენი რამე თუ იყო ხილვა მათი ყოვლითურ გლახაკ და დამდაბლებულისა სულისა მექონენი ვითარცა ანგელოზი წინვიდეს ხორცთა შინა და ეწყოდა ომარ წმინდათა ძმათა და ნეოფიტემ შემდგომში ესე იგი ნეოფიტე ომარმა უთხრა ხედავ მხედართა ნათლისათა ცველა თქვენ და ფრინველთა ჰაერთაზე და შორის მათსა მონაზონსა მოხუცებულსა წერითა და თმითა რომლისა ხილვისა სიკეთეი ესე იგი ეს ნახეო აქ რა ხდებაო და ესეთი სიკეთე ვერ შესაძლებელი არის თქმა ვერ გამოთქვამო წამს რამე თუ მხედარნი იგი არიან ანგელოზნი ღვთისანი და მონაზონი იგი მოძღვარი თქვენი და მაშინ ბერებმა გულისხმაყვეს რომ ღმერთი იფარავდა მათ და არაფერი ვნება არ მოუვიდოდა მონასტერს ძმანო და დანო ნუ ბევრი ვარ გავაგრძელოთ ნეოფიტე ურბნელი გაუხდა ამ სანახაობით უთხრა მე წავალო ცოტა ხანი საქმეზეო მოვალ მალე დავბრუნდებიო მოვინათლებიო და სამუდამოდ აქ დავრჩებიო ძმანო და დანო და მართლაც ესე მოხდა ნეოფიტე მოინათლა აღამაღლეს ეპისკოპოსის ხარისხში ურბნელი ეპისკოპოსი გახდა მაგრამ იმდენად დიდი იყო ეს ხილვა და ხო ეუბნება ბერებს რომ იმდენად სიკეთე ვნახეო ისეთი სიკეთეო იმ ქვეყნიური ესე იგი იხილა რა და შეიტკბო 64 შვენიერება აღარ უნდოდა პავლე მოციქულის გასვათ ამ ქვეყნად დარჩენა აღასრულა მან თავის ამ ქვეყნიური მისია განამტკიცა სარწმუნოებაში ქართველი
და ევედრებოდა უფალეს როგორც სტეფანე უფალეო, ესე პირველ მოწამე სტეფანე, ესე ღირს ყავ რომ მოწამეობრივი სიცოცხლე მივიღო ძმანოდანო გესმით რა არის ქრისტიანობა ყველაზე სატანჯველი სიკვდილითაც კი მოკლა ეს არის ქრისტიანთა ოცნება ძმანოდანო რა თქმა უნდა ამას ყველა ვერ შეძებს მაგრამ იდეაში ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება მოწამეთ რო გახვიდე ამ ქვეყნიდან ძმანოდანო ესე იგი ნუ ამ თემაზე ჩვენ ხშირად ვისაუბრია ხშირად ძმანოდანო რომ ღმერთს ყველაფერი რაც არის ყველაფერი სიკეთითა ადამიანისთვის კაცობრიობისთვის და ნეოფიტეს არ უნდოდა სხვანაირი ცხოვრება ისე დაუცხრომლად ეხვეწებოდა უფალს რომ ღმერთმა დაუშვა და ღირს ხო რომ მოწამეობრივად აღსრულებულიყო და როდესაც დაიჭირეს შეიპყრეს ძლავ განათრიეს სადა იგი განგებულიყო ადგილსა და მიიყვანეს აგინებდეს ყვედრიდეს და ეწყოდეს ნახეთ რა უთხრეს შენი უკვე ქადაგებანი დასხრებიან დღეს თავისუფლდებით კადნიერებისაგან შენისა ისეთი ქადაგება ქონდა ნეოფიტე ურბნელს ისეთი რომ ადამიანი გაძლიერდებოდა ქრისტიანობაში ხოლო ურწმუნო მოიქცეოდა ძმანო და დანო და ამიტომ ესე იგი ეს ცეცხლ თაყვანისმცემლები და ეს ღმერთთა თაყვანისმცემელი ეს უცხონი რომლებსაც დაპყრობილი ყავდა თბილისი და ქართლი ესე იგი გაოგნებული იყვნენ და მოკლა უნდოდათ ამ ქადაგებების გამო რადგან გადაიბირა ყველა ნეოფიტემ და აი რა უთხრეს პირველი რომ შენი ქადაგება დასხრებაო და გავკადნიერდებით ჩვენ იმიტომ რომ მათი კადნიერება აღარ იყო იმდენად აღამაღლებდა ქრისტიანობას ქრისტიანობა ამაღლებულია ყველაფერზე და ყველაზე და იმდენად წარმოაჩენდა ქრისტიანობის ძლიერებას ნეოფიტე რომ სასაცილოდ ჩანდა ეს სხვა რელიგიები ძმანო და დანო და გაუხარდათ რომ ასეთ კაცს მოკლავდნენ და იმიტომ უთხრეს ესე და შენ მიერ დამხობილნი ბომონი ასდგებიანო და დამალული მღვდელნიო ღმერთთანიო თავის ქურუმებზე ამბობენ ცეცხლისანი გამოვლენ კადნიერად აი და ნეოფიტე ურბნელმა სიტყვა უთხრა ამათ ძმანო და დანო ამაოგნებელი სიტყვა და თუ ვიცოცხლ და ღმერთმა ინება ეს სიტყვა უნდა ჩვენ ერთი ქადაგება უძღვნათ წავიკითხოთ და გავარჩიოთ ძმანო და დანო დღეს ასევე არის საოცარი დღეა დღეს დავიმახსოვროთ 10 ნოემბერი დღეს არის ასევე ძმანო და დანო საოცარი მოწამის წმინდა პატრიარქ იერუსალიმის პატრიარქის კვირიაკეს ხსენება ნუ ზოგან კვირიაკოს წერია ზოგან კვირიაკი პატრიარქ კვირიაკი ვინ იყო ეს ძმანო და დანო როდესაც კონსტანტინე მეფემ გამოაცხადა მეოთხე საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად რომის იმპერიაში ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა მან გადაწყვიტა მოეწია მაცხოვრის ჯვარი, იმიტომ რომ ხშირად ქონდა გამოცხადება მაცხოვრის ჯვრისა და ამით გახდა ამ გამოცხადებით ის ქრისტიანი და მოიწია და დედამისი ელენე, დედოფალი ელენე გააგზავნა დიდი ამალი და დიდძალი განძი, საგანძური, რომ ესე იგი მოეწიათ ეს ადგილი და იქ აეშენებიათ ტაძარი, აღდგომის ტაძარი რო არის კულკია, რომელიც ააშენა ზუსტად ელენე დედოფალმა მეოთხე საუკუნეში და დღესაც იცით ის დგას და იქ გარდამოდის ცეცხლი ღვთაებრივი ძმანო და დანო. და როდესაც ჩავიდა ელენე დედოფალი დიდი ამალით, მან მოიკითხა იერუსალიმში, რომ სად იქნებაო მაცხოვრის ჯვარცმის და აღდგომის ადგილიო და ყველამ უარი უთხრა მიუთითეს ებრაელებზე, მათ იციანო ეს ისტორიები. და დაიბარა ყველა ებრაელი დედოფალი. და უთხრა რომ გვიჩვენეთ ჩვენ ის ადგილიო და ხა ებრაელებს არ უნდათ რომ ჯვარი აღმოჩენილიყო, იმიტომ რომ ჯვარს ეწინააღმდეგებიან ის ებრაელები, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტიანობა და ყველამ უთხრა უარი. ზოგმა და ძირითადად არც იცოდნენ მართლა ადგილი, მაგრამ იქ იყო ერთი ებრაული ოჯახი, რომელმაც იცოდა ჯვრის ადგილი ძმანო და დანო. და ესენი იყვნენ ასე ვთქვათ, ფარული ქრისტიანები, იმიტომ რომ ურიათა შიშით ვერ ამბობდნენ ამათ და წარმართა შიშით ამ ადგილს, მაგრამ მაინც ეს ადგილი დამახსოვრებული ჰქონდათ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ, რომ ეს ის ადგილია, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს და შემდგომ აღსდგა და აი ერთ-ერთი ესეთი შთამომავალი იყო იუდა, ერთ-ერთი იუდა ერქვა, ებრაელი კაცი, აი ეს
კვირიაკე, წმინდა კვირიაკე შემდგომ პატრიარქი იერუსალიმისა და როდესაც ებრაელებმა ხო ელენე დედოფალმა უთხრა თუ არ მეტყვი დაგხოცავთო სულ ყველასო შეაშინა და მაშინ მათ მიუთითეს რომ აი იუდას კითხეო ასე მოკლედ მოიწმინდეს პირი რომ ამას კითხეო ჩვენ დაგვანებოთ თავი არ ვიცითო და როდესაც იუდას დაუძახა მანაც უარი თქვა იუდამ რაღაცა ალბათ ეშინოდა მაშინ დაამწყდი ერთი კვირა და შემდეგ იუდამ თქვა რომ კარგიო მიმიყვანე დედოფალთან და მე ვეთყვი ადგილსო და მივიდა იმ ადგილზე სადაც იყო დაფლული ჯვრები და იმ ადგილზე სადაც აღდგა მაცხოვარი დაფლული იყო უკვე და იქ ბომონი იყო აშენებული მაგრამ აქ ორი გადმოცემა ერთი რომ იუდა მივიდა ანახეს ადგილი ამოთხარეს იპოვეს ეს ჯვრები და სურნელი ამოვიდა საოცარი როგორც საკმეველი ასე კმევა დაიწყო ამ წმინდა ადგილამ და სამდი ავიდა საოცარი სურნელი იყო მაგრამ არის მეორე გადმოცემა რომ იუდა კი იცოდა ის ადგილი მაგრამ რომ მივიდა იმ ადგილზე მაინც ხო ეხლა როგორი ამბავია რო არ ყოფილიყო ის ადგილი რაც უზამდე მოკლავდნენ და ამიტომ დადგა და ილოცა და ქართულ უძველეს ხელნაწერში მე-9 საუკუნის ხელნაწერში ებრაული ტექსტიცაა მოცემული და შემდეგ თარგმნილი. მე ნაწილს წავიკითხავ ძმანო და დანო რა საოცარი სიტყვებია რაღაცეთ აი როგორც ქართულ სიტყვებს ქართულს ესე ლაპარაკობდი ის ქართულად აღვიქვი თქვენ იცით ებრაული ამბანი და ქართული ხუცული ძველი ნამდვილი ძალიან გავს ერთმანეთს დადგა იუდა დაიჩოქა აღაპრო ხელი და თქვა მიაკრა აკაბი მელაქპისონ ადონა აბიროდი ელაბეთ დოთა ქუზიაფე ეფათიუ ბარულე და ასე შემდეგ რაც ნიშნავს თარგმანებით ღმერთო რომელმა შექმენ სანი და ქვეყანა აწუფალო ნებითა შენითა თუ არ სუფევა იცისა მარიამისი აწყავს ასაული და გამოგვიცხადე ადგილი დაფარული და ყავ ადგილსა ამას ყვამნის სულელებისაი და დაასრულა თუ არა ლოცვა დაიწყო ესე იგი კმევა ამ ადგილმა სამდი ავიდა და საოცარი სურნელით და ყველა მიხვდა რომ ეს ის ადგილი იყო გაათხარეს აღმოაჩინეს ჯვარი მაცხოვრისა იცი თქვენ ეს ისტორია და აღმართეს ჯვარ ამაღლების ისტორია და იუდა გაოცებულმა და დიდძალმა ებრაელობამ თითქმის ყველა მოინათლა და იუდა აღამაღლეს პატრიარქობის ესე იგი პატრიარქი გახადეს ელენე დედოფლის ბრძანებით და აი ეს იუდა რომელსაც დაარქვეს კვირიაკე გახდა იერუსალიმის პატრიარქი ძმანო და დანო და კულუკია რომელიც აღაშენა ელენე დედოფალმა უნდა ვიგულისხმოთ რომ პირველი აღდგომა სწორედ ეს პატრიარქი შევიდა კვირიაკე და ცეცხლის გარდამოხსნა ცეცხლის პირველი როგორც ეთყობა ამ პატრიარქმა ღვთაებრივი ცეცხლი ამ პატრიარქმა გამოიტანა ძმანო და დანო საოცრება სწორედ საოცრება იმას რასაც ჩვენ უყურებთ ტელევიზორში ან ზოგს ნანახია პირდაპირ იქ იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარში რაც ხდება აღდგომა დღეს აღდგომის წინა დღეს აი ეს პირველი აღასრულა ამ საოცარმა პატრიარქმა ძმანო და დანო როდესაც მე იმპერატორი განდგომილი იულიანე მოვიდა და წარმართობის აღდგენა უნდოდა და პატრიარქი კვირიაკე აწამებინა და აი მანაც ეს სიტყვა უთხრა ძმანო და დანო რომ შენი ქადაგებებითო ბევრი მოაქციეო და აც დადუმებული იქნებიო ძმანო და დანო და მოაკვლევინა დიდი წამება აგებინეს და ეს და იქ საოცარი ის არის როცა ჯვარი აღმოაჩინეს და ამას ხო იუდა ერქვა ეშმაკი აყვირდა რომ გამოჩნდება ეხლა ჯვარიო ესე აყვირდა ეშმაკის ხმა მოისმა და ეშმაკმა ესეთი რამე თქვა პირველმა იუდამო გასწაო ქრისტეო და ჯვარსაც მევინაო ხოლო მეორე უიუდამო ჯვარი აღმოაჩინო აი ეს ურიატყოფილი იუდა ესე იგი პატრიარქი გახდა თან ღვთელმოწამე კვირიაკე ძმანო და დანო აი ესეთი საოცარი წმინდანების სცენება და მე სანამ ბოლო სიტყვობას დასკვნას ვიტყოდი ასევე მინდა შევეხმიანო ძალიან მოკლედ დღეს არის ხსენება ასევე დიმიტრი როსტოველის უდიდესი რუსი წმინდანის მიტროპოლიტის ძმანო და დანო
რომელმაც აი სენაკის მატიანე დაწერა და უდიდესი ქადაგებები, ეს იყო დიდი ასკეტი მამა, უძველ მამების მსგავსი, მაგრამ ასევე იყო ძალიან საოცარი ფსიქოლოგი ადამიანი და მან აი ესე იგი იცოდა აი რა ქონდა გათვალისწინებული რომ არ ეშლებოდა ის ძველი დრო, როცა დიდი სულიერება ქრისტიანის და არ ეშლებოდა ის, რომ უკვე მე-18 საუკუნეში ეხლამდე საუკუნეს არ ვამბობ, ადამიანი უკვე უძლური იყო და დიდ შეღავათებს აკეთებდა, ასე ვთქვათ, ამ უძლურების გამო და ესეთი ისტორია ხშირად მომიყოლია, როდესაც პეტრე პირველმა აგრძალა წვერი რუსეთში და ყველამ უნდა გაიპარსოთო. ერთი ამბავი ატყდა რუსეთში წვერს დიდ პატივს სცემდნენ რუსები კინოებიდან, ისტორიიდან იცით ალბათ, ესეთი დიდი წვერს ატარებდნენ რუსები და მოვიდნენ როსტოველთან თავადები და უთხრეს რომ ასე გვითხრაო იმპერატორმაო, თუ წვერს არ გაიპარსავ, თავს მოგაჭრითო და მაშინ როსტოველმა მიუგო რომ კი მაგრამ წვერს რო გაგპარსავენო, ხო ამოგივათ კიდევ, კიო და თავს რომ მოგაჭრიან, ამოგივათო კიდევ, არაო. მაშინ გაიპარსეთ წვერი. ესე იგი ამ დიდმა როსტოველმა ესე უთხრა და გავაკეთოთ დასკვნა და დავასრულოთ ზმანო და დანო. აი რა ხდება? მრავალშვილიან მოწამეთას განსაკუთრებით მოვიშველიებ დღეს რო ხსენება მრავალშვილიან ოჯახის მოწამეთას და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზმანო და დანო, თუ ჩვენში ქრისტიანობას დავკარგავთ, ჯობია მოვხდეთ. როგორც ჯობს სიცოცხლესა, ნაძრახსა, სიკვდილის სახელოვანი. დღეს თქვენ იცით რა ხდება ქვეყანას. იცით რამდენი ესეთი ბოროტი ძალები რას აკეთებენ ზმანო და დანო. რას აკეთებენ იმისთვის, რომ სოფლიოში უზნეობა მოახვიონ ხალხს. აი სულ ახალი მონაცემები. ეს როგორც ექსპერიმენტს ატარებენ ჯერჯერობით რამოდენიმე ქვეყანაში, ცდილობენ თუ უკვე მოახერხეს კიდევაც საბავშვო ბაღში წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღში ბაღიდან იწყებენ. რომ ჩააგონებენ, რომ არ არსებობს დედრობითი და მამრობითი სქესი, ანუ დედ-მამა აღარ არსებობს. ეს რატომ უნდა ჩააგონონ, რომ შემდეგ აი ეს ლესბიანკობა და ეს ტერმინები სულ მეშლება, ზმანო ჰომოსექსუალისტები, ეს ცოდვა, ეს მათთვის არ იყოს მიუღებელი. საიდან იწყებენ? ბავშვებს ასწავლიან უკვე ზმანო და დანო. ბავშვები წარმოიდგინეთ. და სადაც ზღაპარი იყო ან ჰანს ქრისტიან ანდერსენს ასყვათა ზღაპრებს ბავშვებს ვასწავლდნენ, ყველა ზღაპარი ამოიღეს სასწავლებლიდან, როგორც ბაღში ისე სკოლებში, სადაც იყო აი ესეთი თემები, რომ თქვათ პრინცს მოყავდა პრინცესა ცოლად. გამიგე? ან გადააკეთეს ზღაპრები და პრინცესა მიყვება ცოლად პრინცესას. ან პრინცს მოყავს, გესმით რა ხდება ზღაპრები. უკანასკნელი მონაცემით ჩვენ ისეც ვნახეთ, რომ ეს ბუკები რო დაარიგეს ბავშვებთან, რა ქვია, ხო? კომპიუტერები ბავშვებთან პირველ კლასში, იქ ჩამონტაჟებული იყო, მე შეიძლება ვერ ვერკევი ტერმინოლოგიაში, პატარებისთვის სექსუალური აღზრდა. და იქ ხა იცი თქვენ ტელევიზორში გამოჩნდა, ესე იგი რომ აი 10 ბავშვს ხო აქვს ეს 5 ბავშვს ეთქობა ეშინოდათ 5 ბავშვი ბავშვს ამოუგდებს, ესე იგი ამ კითხვებს ეს პირველი გაკვეთილები ესე წარმოიდგინეთ რა ხდება. ბოროტება სადამდე მივიდა ზმანო და ამიტომ ჩვენ ორიენტაცია გვაქვს მადლობა ღმერთს, ეს არის ქრისტიანობა. ამას არ უნდა მოვწყდეთ და თუ საჭირო იქნება თუ ასე დადგა საკითხი რომ ან ქრისტიანობა ან წარმართობა ან ქრისტიანობა ან ესე ჩვენ აი დღეს არის მრავალშვილიან ოჯახის ხსენება მოწამეთა თავი უნდა დავდოთ ზმანო და სხვა გზა ჩვენ არ გვექნება, თავი უნდა დადოს ყველა ქართველმა, უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის რომ ჩვენში უპირველეს ყოვლისა ჩვენ ბავშვებში ზნეობა შევინარჩუნოთ. ქრისტიანობას დღეს დევნია, განსაკუთრებით მით პირველ სახეს მართლმადიდებლობას. დევნია, ყველგან დევნია, ყველ სოფლიოში. და მაგრამ ერთი რამე ავიწყდება. იოანე ოქროპირი ამბობს და სხვა მამები, რაც უფრო დაფარავენ ჭეშმარიტებას,
მით უფრო ის გამოჩნდება ოდესღაც. აი ესო გავსო ოქროპირი ამბობს ცეცხლის დაფარვა რო უნდა თქვა ვინმეს თივით და აი დაფარეს ეს ცეცხლი აღარ არის ცეცხლი და გონიათ რომ მოსპეს და მე ცეცხლი უფრო დაინტერესდა. ამის მსგავსი მაგალითი ნახეთ ჩვენ კომუნისტების დროს, როცა უნდათ სარწმუნოების გაქრობა, მაგრამ დიდი ხნით ჩვენ წოდების გამო იყო ეს თითქმის, მაგრამ როგორ იფეთქა რუსეთში და ყველგან და საქართველოში, ესე იგი, ჯერ რუსეთში უნდათ მოესწოთ, ხო? და ჩვენთან და ყველგან სადაც იყო მართლმადიდებლობა და ამ დაფარვით ღვთის დაშვებით მართლა რაღაც მოხდა ესეთი. სულ რა თქმა უნდა ვერ ამოძირკვეს, თუმცა ეს უნდოდა. მაგრამ მოხდა აქ დაფარვა და აი მაგალითად სიტყვაზე კანადაში 400 ეკლესია აშენეს მართლმადიდებლობა. ესე იგი იქ გამოშო ამერიკაშიც უამრავი ტაძრები ააშენეს მართლმადიდებლობა, სადაც თითქმის არც იყო. გამიგეთ და კიდე მრავალ ქვეყანაში და მე აქაც იფეთქა როცა ღმერთმა დაუშვა ისევ ამას ვერ გააქრობენ ძმანო და დანო ვერ გააქრობენ თუმცა ცდილობენ და უკანასკნელ ჟამსაც კი როდესაც თითქმის ეგონებათ რომ სარწმუნოება მოსპეს პირიქით უფრო გაანათებს ქრისტიანობა რაც უფრო დააბნელებენ მით უფრო გაანათებს ქრისტიანობა იმიტომ რომ სიბნელეში შუქი სინათლე კიდე უფრო კარგად ჩანს და კაშკაშებს ზმანო და დანო და მე ვამბობ გაანათებს მე ვამბობ ვისაც არ ექნება ინტერესი ვინც მარტო სექსზე და ჭამაზე იქნება დასული იმათ რა უნდა ელაპარაკო მაგრამ სოფლიოში უკანასკნელ ჟამს როცა ეგონებათ რომ მოსპეს ქრისტიანობა უკანასკნელ ჟამს ვინც იქნება კაცი და ქალი რასაც ქვია ნამდვილი ზეობრივი კაცი ქალი სოფლიოში ისინი ყველაზე მეტად მაშინ დაინახავენ ქრისტიანობის აუცილებლობას და საჭიროებას ზმანო და დანო და ზუსტად ვიცი ჩვენ წინასწარმეტყველები და ზუსტად მაშინ ებრაელობის ყველაზე დიდი ნაწილი მიიღებს მართლმადიდებლობას და გაქრისტიანდება. ასე რომ ქრისტიანობას ვერავინ დედამიწაზე ვერ მოერევა ამ საოცარ მოძღვრებას, ღვთაებრივ მოძღვრებას და ის იქნება მუდამ მანათობელი ქვეყნის აღსასრულამდე ზნეობის და ადამიანობის მანათობელი მთელ სოფლიოში. დიდება მოწამეთა სისხლს და წმინდანების ლოცვა შეგვეციოს.